მოგესალმებით ყველას ჩემო ძვირფასებო, აბა მოგიკითხავთ როგორ ხართ. გილოცავთ ქრისტე აღსდგა ჩემო ძვირფასებო, მრავალს დაესწარით მრავალ აღდგომას, მეტი სიკეთე, ნაკლები ბოროტება, ხო? და კიდევ ერთხელ მადლობა უფალს ცეცხლის გარდამოსვლისთვის, რომ თვლი რომ შედარებით კი ბევრი რა თქმა უნდა აფსოსები ხდება, ბევრი ცუდი ხდება მსოფლიოში, მაგრამ თვლი რომ ერთ-ერთი ნიშანია კიდე იმის, რომ შედარებით მშვიდი წელი გვექნება, ასე თუ ისე. ხა პირადი რო გამოვრიცხოთ, ხო, ზოგადად ვგულისხმობ ამ ყველაფერს. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ძალიან მინატრებით, ფიზიკურად ვერც ჩავწერდი, პირადი კონსულტაციებიც გაუქმებული მქონდა, წმენდებსაც ხვალიდან ვაგრძელებ, ხო, და რაღაცა შიდა სიტუაციებიც მქონდა პრობლემური, მაგრამ მთავარია ჯანმრთელობა იყოს, ხო? და თუ რაიმე ხდება, თუნდაც ჯანმრთელობის თვალსაზრისით, მთავარია ყველაფერი კარგად დასრულდეს. ამიტომ არ ვიცუწუნოთ, არ ვთქვათ, რომ აი, ნახეთ, ყველა წუწუნს, თითოეულ ყველა ნეგატივ სიტყვას კიდე უარესი მოყვება. ამიტომ, რაც კარგად სრულდება, მთავარია კარგად დასრულდეს. გამოცდები სულ არის ცხოვრებაში სამყაროსგან, ხო? უფლისგან, მაგრამ მთავარია ყველაფერი დასრულდეს კარგად. და მშვიდად და მშვიდობით, ხო? თორე დანარჩენი, რა თქმა უნდა, ცოცხალი ადამიანები ვართ, ცოცხალი ორგანიზმები ადამიანის და ყველა ასე ვთქვათ, ცოცხალი არსებები ვართ, რა თქმა უნდა იყოს გამოცდებიც და ზოგადად აი ესეთი ცალსახად გამოგზავნილი რაღაცა შიდა ცოტა ნეგატიური პრობლემები და კიდეც ჯანმრთელობის თვალსაზრისით და კიდეც ზოგადად საქმესთან დაკავშირებით. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, დღევანდელი გაშლა გადავწყვიტე ესეთი, იგივე ვიდეოს ვტვირთავ ხოლმე TikTok-ზეც, არ გეგონათ, რომ TikTok-ზე რამე სხვას, ეხლა 5 წუთიანი შეიძლება ავტვირთო, მაგრამ 5 წუთიანს აქ უკვე მე ვეღარ ავტვირთავ. შესაბამისად, TikTok-ზე რაღაცა, ვისაც გაინტერესებთ, პირადში მომწერეთ და ჩემ TikTok გვერდსაც ჩაგიგდებთ, მაგრამ იგივენაირად იქაც ვერ ვტვირთავ ყოველდღე, მართლა არ მაქვს ფიზიკურად ამდენი დრო, ვერაფერს ვერ ვასწრებ, კი არა, კონსულტაციებსაც ხან ვერ ვასწრებ. ამიტომ ცოტა ადრე და მე ვნახულობ თანხები ჩარიცხული აქვს და კონსულტაციაზე რომ წერენ ამ დროს ჯერ კი ან მითანხმდებიან მისმის ხო, მაგრამ ჯერ უნდა შემითანხმდეთ ხო, რომ მე დარიცხოთ, ანუ წერენ რომ აი დავრიცხე და კონსულტაცია მინდა მისმის, მაგრამ ჯობია რომ ჯერ მომწეროთ ხოლმე, გავარკვიოთ რომელი დღეები შემიძლია და მცალებ დრო. სამშაბათიდან ეხა ეს 4 დღე რო წმენდები არ იყო, სამშაბათიდან აბსოლუტურად სრული დატვირთვით ვარ და რაღაცნაირად, ასე ვთქვათ, უნდა შევჯერდეთ და უნდა მოვერგოთ აი ამ პროცესებს, ხო? ამიტომ ჯობია რომ ჯერ მომწეროთ და მე დარიცხოთ თანხმაც, ეს პრობლემა არ არის ჩემთან. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, რა განზრახვა აქვს ადამიანს თქვენს მიმართ, კონკრეტულ ადამიანს, თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს თქვენს მიმართ და არ ვიცი უბრალოდ რომელ დასტაზე გავშალო. და რა მიზნები აქვს, აი რა განზრახვით არის თქვენთან დაკავშირებით, აი ეს გვაინტერესებს ჩვენ ახლა და ფიქრობ გავშალო. მოდით წლის ბურბალზე გავშალოთ. რა განზრახვა აქვს ამ ადამიანს, იმიტომ რომ რეზონირებადი ტაროებით ძირითადად ჩემი ყველა ტაროს დასტარეზონირებადია, იმიტომ რომ რაიდერზე ვშლი, მე არ ვშლი, ეხლა წერდნენ იმ დღეს ტაროს შესწავლასთან დაკავშირებით ლენორმანს აიტაცებდეთ კიდე ხო, მაგრამ მე ვთქვი კიდევაც, რომ თუ გვინდა რომ ტარო ვისწავლოთ, ვიწყებთ რაიდერით. რაიდერი არის ტაროს დედაც, მამაც, ფუძემდებელიც და ყველაზე მთავარი, თუ გინდათ რომ ადამიანები არ მოტყუდნენ და მე ვერც საჯაროში ვერ ჩავწერ ლენორმანით, იმიტომ რომ დასტა, რომელიც არ არის რეზონირებადი და მრავლის მეტყველი, მე ადამიანებს ვერ მივიჯაჭვებ და ვერ მოვატყუებ. კიდევ მეორე ლამაზი დასტებია, მაგრამ სილამაზის გამო მე ვერ ჩავწერ ვიდეოებს, ჩვენ გვჭირდება აქ რეალობა, ჩვენ გველოდება აქ ხალხი და აი ამოვარდა იმპერატორი, რომელსაც დავტოვებ, ჩვენ გვჭირდება აქ ისეთი დასტები, აბსოლუტურად თითქმის ყველა რაც მაქვს, ეს არის რაიდერზე, ასე რომ აგერ მიდევს ლენორმანის დასტაც, მეორე ლენორმანიც, მაგრამ დაგინახიათ რომ გამიშალოს, არც პირადზე ვშლი და
არც საჯაროზე, იმიტომ რომ არ არის რეზონირებადი და ტყუილად ადამიანს ვერ მივცე მიმეც. ამიტომ ჩემთან ისწავლება რაიდერი და ასე ვთქვათ, კარგად ვჭყლიტავს რისავ და ტვინში აი ესე ვუდებ ჩემს მოსწავლეებს და ზუსტად ვიცი რომ კმაყოფილებიც არიან და ზოგადად რა თქმა უნდა ვისაც სწავლა უნდა ისწავლის. მოკლედ ჩემი ძვირფასებო, რა თქმა უნდა ამაზეც პირადში უნდა შემეხმიანოთ. ამოვარდა იმპერატორი და რა საოცრება არა მიზნები და განზრახვა აქ ადამიანს, ვინ არის ეს ადამიანი, უნდა ამომეყო სიგნიფიკატორი და აღარ დამჭირდა, ამოვარდა იმპერატორი, საოცარი მამაკაცი, რომელიც არის ჩემთვის იდეალი, მიუხედავად იმისა, რომ იმპერატორი დიდად ბევრს არ მოსწონს, აბა რა მოგწონს? ყველაფერზე თავი დაგვიქნიოს, ყველაფერზე დაგვეთანხმოს და პატარა ბავშვით, ჩმორი ბავშვით, ანუ ჩვენ გავიმარჯვოთ აი ამ სიტუაციებზე და აი მე მაგარი ქალი ვარ. მაგარი ქალი სხვა რამით უნდა დავამტკიცოთ, მაგარი ქალობა სხვა პრიორიტეტებში და სხვა ხედვაში გამოიხატება, ასე რომ შემოძვირფასებო, კაცი უნდა იყოს კაცი, ხო? კიდე ვიმეორებ, აქ არ მაქვს საუბარი რაღაცა პათოლოგიურ ქცევებზე. კაცი, რომელსაც ელემენტარულ რაღაცას ვეკითხებით და მის ნათქვამსაც ასევე ვიაზრებთ. ამიტომ რადგან თქვენ მამაკაცი ჩაიფიქრეთ და ვინც ახლა ჩაიფიქრეთ და ვიზეთ თქვენ ფიქრობთ, ამოვიდა იმპერატორი, შემოძვირფასებო, მოკლედ მე ვფიქრობ, რომ აქ რაღაცა უკვე მხოლოდ შეყვარებულობის სიტუაცია არ არის. რაღაცა სხვა კავშირი გვაქვს ჩვენ ამ ადამიანთან, სხვა იმპულსები გვაქვს ჩვენ ამ ადამიანთან და კარგით ვნახოთ, რა ხდება თქვენ შორის. ბრძოლა, დაპირისპირება, კი ბატონო, სიტუაციების ვერ მართვა, ну რაღაცა დადებითად და ძალიან კარგად დაიწყო, თავიდან ყველაფერი გვეხარო და დღედილის გათენება გვეხარო და დაღამება გვეხარო და იმიტომ რომ იმპერატორი, ნახეთ, იმპერატორი არის კაცი, რომელსაც არ უყვარს ზედმეტი ქცევები ქალისგან. ანუ რას ვიცახი, უბრალოდ რომ საქმის კურსში ჩავაყენოთ, ხო? უბრალოდ პატივისცემაა, რომ ადამიანს საქმის კურსში ვაყენებ და აქ მივდივარ. მე რა მოხდა? ამაში ცუდი რამეა? არ არის ამაში ცუდი რამე. ოღონდ ისე არ უნდა ვაგრძნობინოთ, რომ ჭყალებში, მაგრამ ვაზელინის თემა, ხო? მოდი ვაღიაროთ, რომ იფიქროს, რომ აი ვემეტენება, არა, ესეც არ უნდა იფიქროს. ამიტომ სწორი კუთხით უნდა მივუდგეთ, ეხლა ჩემ გოგოებმა წმენდებზე ვინც ყავს ეს მესამე პირის ჩამოშორებებზე ვისთანაც მუშაობ, რომ წერენ ხოლმე ყოველდღიურად, რომ აი ეს მივწერე, ეხლა ეს მომწერა, კი, მაგრამ ჩვენ მე რო უკვე საქმის კურსში ვარ, უკვე ვიცით რა უნდა მივწეროთ, ვიცნობთ იმ ადამიანს, მიხვდით? ამიტომ ზუსტად მინდა რომ გაიგოთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაცა მართლა შეტანვის სიტუაცია გამოგვივიდეს, მაგრამ არც ის რომ დაკიდების. აი ცოტა ისეთ სიტყვებს ხმარობ, მაგრამ ფიზიკურად არ გამოდის, მიხვდით? სხვანაირად. ამიტომ მე ხარ რა სიტუაციასაც უყურებ, როგორც ჩანს, იმპერატორი გავაბრაზეთ, კაცი რომელიც აგასე, ხო, მუშტით და ასე, მოკლედ მიყავს პალაჟენია, ასე რომ ვთქვათ, აღმოჩნდით, სიტუაცია აღმოჩნდა 10-იანის ხმლებში, თითქოს დასასრულს უახლოვდება. აი ამ ბრძოლებს გადიხართ, არ ვიცი რა მოხდა ძვირფასებო, რამ გამოიწვა, მე ხა კონკრეტული კითხვები არ დამისვე, იმიტომ რომ კითხვების დასმას ვაპირებდი, მაგრამ საერთოდ სხვა კუთხით წამიყვანა ტარო. მე ხო გითხარით, რომ მე არასდროს წინასწარ არ წერ კითხვებს, არც ვიძახი ვიდეოში, არ ვიცი. მე რო ავიღებ დასტას, ჩემი ენერგია რას წამოიღებს და რის თქმა გვინდა, იმის მერე ვშლი და ვსაუბრობ. ამიტომ რადგან იმპერატორი ამოვარდა, მე კითხვების დასმა კონკრეტულად გადავიფიქრე და კონკრეტულ სიტუაციას განვიხილავ. ახლა ადამიანი, რომელიც გავაბრაზეთ, არ ვიცი, კი ბატონო, მე იმას არ ვიცახი, რომ თქვენ მართალი არიყავით და ახლა ყველაფერში ეს კაცი იყო მართალი. მაგრამ ნუ რაღაცა მოხდა კაცურ სიტუაციებში, რაღაცა არ მოეწონა, რაღაცა ვერ დაალაგდა, თქვენ რაღაცა, არ ვიცი, ჯიბრით მოიქეცით, რაღაცა არ უნდა და სადმე წასულიყავით, იქ წახვედით თუ რაღა თემები იყო ისეთი, რაც არ მოეწონა ამ ადამიანს და რაღაცნაირად გაირიყა, გავიდა გვერდზე, იმიტომ რომ ნახეთ, როგორი შეჯახებები მოგვივიდა ჩემო ძვირფასებო, შეხედეთ. მე დღეს კონკრეტულად მესამე ადამიანზე არ ვსაუბრობ, არ მაინტერესებს ახლა ეს საკითხი, ზოგადად თუ ვინმე ხართ დაინტერესებული მესამე პირის ჩამოშორება, შეგიძლიათ კი ბატონო პირადში მომწეროთ, ნომერსაც დავტოვებ ლინკის იმის ბოლოს და მომწეროთ, თუ არა ისე მომწეროთ და მე დაგიკავშირდებით. ეს სხვა საკითხია, მაგრამ დღევანდელობაში არ ვსაუბრობ, მე ახლა კონკრეტულად მესამე პირზე, იმიტომ რომ კაცი, რომელთანაც იმპერატორთან გვაქვს საქმე და აურიეთ სიტუაცია და თავდაყირა დავაყენეთ, ძალიან
სამწუხაროა. კი ბატონო, შეტყობინებები შეიძლება იყოს, შესაძლებელია არ გამოურიცხავრო სიტუაციების გაფუჭდა, მაგრამ განზრახვა ყველაზე მთავარი, რატოა ტარო საოცარი. იმპერატორის განსრახვა, იმპერატორი არ მოგატყუოთ, ჩემო ძვირფასებო. ყველაზე მთავარი რის თქმაც მინდა და რისი დედააზრიც რაც არის ამ გაშლაში და ამ ვიდეოს დედააზრი რაც არის განსრახვა და მიმართულებები, იმიტომ რომ იმპერატორი არ გვატყუებს, იმპერატორი ჩვენს მიმართ სერიოზული განწყობით არის. აქ არ არის კიდევ მეორე სავალდებულო, რომ მაინდა-მაინც ხვალვე ცოლად მოგვიყვანოს კაცო. უბრალოდ აი ეს რაღაცა კაცური თემები, მე მაგალითად ვგიჟდები იმპერატორზე და თქვენ რატო არ მოგწონთ, რომ მამაკაცს თავისი აზრი გააჩნდეს და გვითხრას და ეხლა კიდევ მეორე პათოლოგიაში არ უნდა გადავიდეს, თორე რა თქმა უნდა, რომ ცუდი არ არის ეხლა მისი მიზნები და მიმართულებები, უბრალოდ გაბრაზდა, განერვიულდა, გაღიზიანდა, რის გამოც მოხდა კი ბატონო შეტაკება და გადავედით 10-იან ხმლებში ურთიერთობა ფაქტიურად თავდება. ნახოთ. მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ პაუზაა. რა იქნება დაახლოებით აი ერთი თვის განმავლობაში და ძალიან არის ურთიერთობა ჩემო ძვირფასებო. კი ბატონო, არ გამოვრიცხავ რაღაცა ცვლილებები მოხდეს, ორიენტაციებით რაღაცა ჰარმონია შევინარჩუნოთ, მაგრამ თქვენი თვალით მინდა დაინახოთ. 6-იანი ხმლები და კოშკი ვიცით ხო, ურთიერთობა თითქმის დახურულია, ურთიერთობა თითქმის დასრულებულია და სამწუხაროდ ამ ურთიერთობიდან გავრბივართ. არ ვიცი, დამიწერეთ კომენტარებში რა მოხდა, თუ არ დამიწერეთ პირადში მომწერეთ. მე ვფიქრობ, რომ ზოგადად რა თქმა უნდა ეს საჯაროა, პირადი გაშლა ყველაფერს ჯობია და ნამდვილად და მით უმეტეს ჩემთან ვინც გადის პირად გაშლებს და ვინც კომიცნობს იციან, რომ საათი-საათნახევარი დრო მაინც მჭირდება ხოლმე, მე ესე 5 წუთში და 10 წუთში არ ვამთავრებ გაშლებს. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, ეს დრო ჩემთვის არც არის საკმარისი, მე ამაზე ახლა განხილვა რომ დავიწყო, მე შემიძლია დილამდე ვისაუბროთ, მაგრამ ყველაზე მთავარი რაც მინდა გითხრათ, რა იქნება ურთიერთობიდან წასვლას ხედავ, მაგრამ სექსუალურ მიჯაჭვულობასაც ხედავ. არ გამოურიცხავ, რომ აი ამ სექსუალურმა მიჯაჭვულობამ გადაძალოს და ურთიერთობა ისევ თავიდან დაიწყოთ და რაღაცები ანუ სიტუაციები ასე ვთქვათ წამოვიდეს თავიდან. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხა მე ამ დასწავლებდა თავიდან ჩეხავ იმპერატორს დავკლებ მარტო კიდევ ნახოთ რა მიზნები აქვს ამ ადამიანს თქვენთან დაკავშირებით, იმიტომ რომ არ მინდა რომ ესე დავამთავრო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან გავაბრაზეთ. ეხლა იცით როგორი სიტუაცია, ვერ გეუბნებით კონტაქტზე გახვიდეთ, დარეკოთ, არ დარეკოთ, რო არ დარეკოთ, უარესი არ მოხდეს. აი ამიტომ არის ხოლმე ნახეთ, როგორ ამოყირავდა დასტა. ამიტომ არის ზოგადად კარგი პირადი კონსულტაცია მიხდით. ეხლა მე ვერ გირჩევთ, რომ კონკრეტულად არ მიწეროთ, ამ დროს რო არ მიწეროთ, შეიძლება პირიქით უფრო დააშაოთ, იმიტომ რომ იმპერატორის გაბრაზებას არავის არ ურჩევ, ჩემო ძვირფასებო. ძალიან კარგი ადამიანია, ძალიან დადებითი ადამიანია, ადამიანი რომელმაც ზუსტად იცის კარგითაც ცდის გარჩევა, ამიტომ იმპერატორებს ნუ დავკარგათ, ჩემო კარგებო, ხო? ეხლა დასრულებული 2 წლის ურთიერთობა რო დასრულდა, მე იმათზე არ მაქვს ლაპარაკი, ეს გაშლა ეხება სადღაცა 6-8 თვის დაწყებულ ურთიერთობას, ხო, ჩემო ძვირფასებო, 3 თვის, 2 თვის, ანუ ახალ სიტუაციებს. ნახოთ კიდე რა მიზნები აქვს და რა განზრახვები აქვს თქვენთან დაკავშირებით, რას გააკეთებს. კი ბატონო, სხვა შორის ძალიან სერიოზული განზრახვით იყო თქვენთან დაკავშირებით, საოცრება ეხლა ამ წუთას იმყოფებით შორს. მისგან მონატრება ძალიან დიდია, არც მაგიაზე ვისაუბრებ დღეს, არც მესამე პირზე, რა თქმა უნდა, რომ აი აქედან ვინც უყურებთ 80-70% შესაძლებელია ამის ქვეშაც იყოთ მოქცეულები და ეს უკვე პირადში განვიხილოთ. თუ გადაწყვეტავთ, მე არ მინდა რომ დღევანდელ დღეს ვისაუბრო მესამე პირზე და ზოგადად მაგიაზე, მაგრამ რა თქმა უნდა არკანები მიმითითებს რაღაც გარკვეულ სპეციფიკურ თემებზე. და მინდა გითხრათ, რომ ტრანსფორმაციას გადის ადამიანი. არ ვიცი რა იწყინა, მე არ გამოურიცხავ იმასაც, რომ ამ ადამიანს გვერდში დადგომა უნდოდეს თქვენი, თუნდაც უბრალოდ მოსმენა, თუნდაც არა მხოლოდ სექსუალური კავშირი, ზოგთან უკვე იყო სექსუალური კავშირი, იმიტომაც ამის წლისბორბალის ეშმაკი არის სექსუალური მიჯაჭვულობა. ეხლა და ძალიან საოცარი სხვათა შორის, აქ აი დამოკიდებული, აი მე მაგალითად მომწონს ამის ეშმაკი და იქაც ნათენხილველის დასტის ეშმაკიც, იმიტომ რომ ეს სექსუალური მიჯაჭვულობა კიდე ზოგჯერ ხანდახან გადაარჩენს ხოლმე სიტუაციებს და ურთიერთობებს.
ამიტომ კი ეხლა გადის ტრანსფორმაციას, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამ ადამიანს პირიქით თქვენი გვერდში დგომა და დახმარება ჭირდება, არ ვიცი რა პრობლემა აქვს, შესაძლებელი აქვს საერთოდ პირადს არ ეხება და უბრალოდ ზოგადი პრობლემა აქვს და შეგიძლიათ რომ ესაუბროთ, განიხილოთ, ნახოთ, შეხვდეთ მესიჯებით, ნუ ვამთავრებთ ურთიერთობებს ჩემო ძვირფასებო, მესმის რომ აი ესე პირდაპირ დანახვა და ახსნები უფრო რთულია, მაგრამ დამიჯერეთ ჯობია, მერე გაურკვევლობებს და მერე 10 მესიჯის მიწერას, რომ აი შენ ესე მომეკეცი და მე ესე გავაკეთე და შენ ჩემთვის ამიტომ ნუ განვიხილავთ ინტერნეტით და მესიჯებით ხო ურთიერთობებს ამ ადამიანისთვის ძალიან ინტერესიანი ადამიანი ყავით თქვენ, საკმაოდ სხვა ჩვენს გრძნობებში ძალიან დადებითი განწყობა, უბრალოდ რაღაცნაირად ემოციები გაუნერდა, რაღაცნაირად განაწყენდა თქვენზე სიტუაცია, ამიტომაც გაჩერდა მე 12 მაღალი არკანით და ჩამოკიდებული კაცით. ამიტომ არის, მაგრამ მე ეტლი ახლა იქ რაიდერში გაჩერებულია, მაგრამ აქ უკვე დაძრულია. მე ვფიქრობ, რომ რაღაცა ურთიერთობები დაიწყება, რაღაცა შეიძლება კონტაქტზეც გამოვიდეს, ან თქვენ გახვიდეთ, არ არის გამორიცხული, მაგრამ ტრანსფორმაცია გვეუბნება იმას, რომ რაღაცის სულიერი ზრდა მიმდინარეობს, რაღაცები გაიაზრა ამ ადამიანმა თქვენი წყენის შემდეგ, მაგრამ ამ წუთას შორს ყოფი ენატრებით ვერ მოგატყუებთ, რომ მონატრება არ არის. ამიტომ განზრახვა ჩვენას გვაინტერესებს, ცუდი განზრახვით არ იყო ჩემო ძვირფასებო, ძალიან დადებითად იყო თქვენს მიმართ განწყობილი, ძალიან კარგად იყო თქვენს მიმართ განწყობილი, ძალიან სერიოზულად იყო თქვენს მიმართ განწყობილი. ამიტომ თორე თქვენ ხო იცით, ჩემი გაშლები პირდაპირ გაჯახებ, არ მომერიდება, მირჩევნია გეტკინოს, ვიდრე მიგიჯაჭოთ და მე ყოველდღიურად ესე არა. ამიტომ პირდაპირ გეუბნებით რა ღირს და რა არ ღირს ამ ადამიანთან, ძალიან აწყენინეთ და განზრახვას რაც შეეხება და მიზნებს რაც შეეხება, ძალიან დადებითი, ძალიან სერიოზული, ძალიან ჩამოყალიბებული თქვენ აურიეთ. მე ვფიქრობ, რომ რაღაცა ეტაპზე ქალბატონები, ვინც მიყურებთ, ქალბატონებმა აურიეთ ურთიერთობა. კიდევ ნახოთ რა იქნება ერთი თვის განმავლობაში. რას უნდა ველოდოთ? ტრანსფორმაცია მომდის კიდე. კი, ეხლა ნახეთ, ჯერჯერობით რა დასტადი და დარც მეტყვის არაფერს. ახლა ესეც ხს, მაგრამ მაინც. იმიტომ რომ ტრანსფორმაციას რა ადამიანი გადის, ვიცით ხო, რომ ამ დროს არც ვაწუხებთ, არც ვურეკავთ, არც ზედმეტად. მაგრამ კიდევ მე რომ ინდივიდუალურია საკითხები და ამიტომ ჯობია რომ ინდივიდუალურში და პირადში გავიაროთ, ხო, რა ხდება ეხლა. ყოველ შემთხვევაში თქვენ არ აკეთებთ დიდად არაფერს, გაბრაზებულია. ნახეთ რა მოხდა, ადამიანი გაბრაზებულია. რაღაცა გაბრაზდა, რაღაცა არ მოეწონა, სიტუაციები ჰაერია, კარგად დაწყებული ურთიერთობა, ესე იგი იმპერატორთან დაწყებული ურთიერთობა გაფუჭდა. არ ვიცი რამ გააფუჭა, არ ვიცი რამ გამოიწვია, მაგრამ ამ წუთას რადგან ტრანსფორმაციას გადის და პლუს ამას გაბრაზებულია, მე ვფიქრობ, რომ ან შეინარჩუნეთ ჰარმონია და სირბილე და სიმშვიდე, ან საერთოდ არ მიწეროთ არაფერი. თუ რაღაცას მიწერთ, ცოტა შორიდან რო ულით, ხო იცით, თბილად, ტკბილად, აი დაახლოებით ესე, თუ არა და no comment, ხო? არანაირად არ ვეხმიანებით არაფერს, თვითონ გაივლის ეს პერიოდი 2-3 კვირა და თვითონაც მიხვდება, რომ სიტუაციები რაღაცა აირია და შეიცვალა. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, ჩვენი მთავარი მიზანი რაც იყო, მე აი საოცრება, დღევანდელი გაშლა ძალიან მომეწონა, ჩემო კარგებო, კმაყოფილი ვარ, ამიტომ არ გატყუებთ ეს ადამიანი, არ იფიქროთ, რომ გატყუებთ, უბრალოდ შეიძლება თუ რაღაცა გაურკვევლობა მოხდა, თუნდაც მისი მხრიდან და თქვენიდან არა, რაღაცა რაც მოხდა, ეს არ გეხებათ თქვენ, პირადს არ ეხება, შეიძლება რაღაცა ისე ფინანსური პრობლემა, მატერიალური ოჯახი, ჩვენ ხო არ ვიცით, იმიტომ რომ აქ რა ურთიერთობასაც ვუყურებთ, მე აქ არ გამორიცხავ, ქალბატონები ნახევარზე მეტი სტაბილურ ურთიერთობაში იმყოფებოდეთ, შესაძლებელია მამაკაციც, სულგანაშვები არ ვიცი და თქვენ აი ხო ხვდებით, კიდევ მე საჯარო არ თან მე კონკრეტული კითხვები მე ახლა არ დამისვია, მე მჭირდებოდა აი აქ კონკრეტულად თან იმპერატორი ამოვარდა საოცრება, რა განზრახვა ქონდა ამ ადამიანს თქვენს მიმართ. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, მე ვამაყობ ამ არკანით, მე ვგიჟდები ამ არკანზე, რომელი დასტის იმპერატორიც გინდა მანახოთ, მე ყველა რაიდერიდან დაწყებული, ყველა იმპერატორი მომწონს და ვაფასებ. უბრალოდ რაღაცა არ მინდა, რომ რაღაცა მცირედმა პრობლემამ ურთიერთობები გააფუჭოს. მით უმეტეს ახალდაწყებული ურთიერთობა, როდესაც ჯერ კარგად არ ვიცნობთ ერთმანეთს, თორე როცა კარგად გავიცნობთ, მიჩვეულები ვართ, მიხვდით იმის აი გაბუტვებსაც, დამშვიდობებებსაც, მე ისევ შერიგებებსაც, მე ხო ხვდებით, გული ზოგს მალე გვიბრუნდება, ხო, აი მე ვარ ზუსტად ასე, მალევე მავიწყდება წყენა და მეორე წუთას არ მახსოვს, ახლა თუ რაღაცა საშინელება არ მოხდა ისეთი, ხო? თორე თუ ამოვირეცხე ერთი გულიდან ადამიანი გამორიცხულია, იმას მე აღარ დავიბრუნებ, არ არსებობს.
ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ ხოლმე რომ გულიდან ადამიანი არ ამოვიღო, მნიშვნელობა არ აქვს ქალია თუ კაცი. ამიტომ ჩემო კარგებო, მე ვფიქრობ რომ ამ ადამიანს სჭირდება თქვენი გვერდში დგომა, ამ ადამიანს სჭირდება თქვენი რაღაცა ესე თბილი, რბილი დამოკიდებულება და არა, ხო ხვდებით როგორ ქალებზე ვსაუბრობ, რაღაცა უფრო ტკბილად, თბილად, ოღონდ არა შემაწუხებლად, როგორც გითხარით, არა ვაზელინი, არ იფიქროს რომ აი მეტენება და ეხა აი ამიტომ არის რომ ზუსტად და სწორად უნდა მივუდგეთ, ამიტომ არის კარგი პირადი კონსულტაცია ხოლმე რომ კარგად ვეცნობი იმ ადამიანს, ღრმად ვშლი, უფრო კარგად ვიგებ ვინ არის და როგორ უნდა მივწეროთ და რა უნდა მივწეროთ და რაში არ შევცდეთ. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, განზრახვა სერიოზული, აქ არაფერი ტყუილი მე აქ არ დამინახია, რაღაცა საშინელებები მე აქ არ დამინახია, თორე ეგეც არ მომერიდებოდა და გეტყოდით ჩემი მიცნობთ უკვე ყველა, მაგრამ მე მაგალითად ვფიქრობ, რომ ეს ურთიერთობა არ უნდა დაკარგოთ. და მე არ მინდა რომ ეს ურთიერთობა დაკარგოთ. კიდაც მე ვიყო, ხო? აი, ამიტომ ჩემო ძვირფასებო და მეც გინდათ ჩაფიქრებული მქონდეს, ხო? მეც თქვენნაირად მივხვდები რა, ასე ვთქვათ, რა ლაფსუსებზე ალაპარაკი და რა შეცდომებზეა ჩემგან ლაპარაკი და მე უნდა გამოვასწორო, ხო? აი, ამიტომ გირჩევთ, რომ გამოვასწოროთ სიტუაციები, უბრალოდ კიდევ იმეორებ, ხა ყველას არ ეხება. და ეხლა როდესაც უკვე პირადში ვშლი ხოლმე იქ უკვე ვნახულობ რომ თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ, გვიღირს თუ არა, ის სხვა რამეა. მაგრამ კონკრეტულად ეხლა ვინც თვლით რომ თქვენზე რეზონირდა ეს ვიდეო და ჩემი ვიდეოები ვიზეც რეზონირდება ხოლმე, შეგიძლიათ კი ბატონო მოირგოთ და გამოიყენოთ ეს სიტუაცია და ადამიანს დაველაპარაკოთ, ადამიანს მოვეფეროთ, ადამიანს ჩავეხუტოთ, ადამიანს გვერდში დაუდგეთ, თუ რაღაცა პრობლემა აქვს, ადამიანს მოვუსმინოთ და გავუგოთ და აი ამ ტრანსფორმაციასაც გაივლის და თვითონ მიხვდება რაში დააშავა და რაში არ დააშავა. აი ეს იყო ჩვენი დღევანდელი ვიდეო გაშლა, ჩემო ძვირფასებო და ვიდეოს ბოლოში დავტოვებ ტელეფონის ნომერსაც და WhatsApp, Viber, Telegram-ზე მომწერეთ და კომენტარებში გელოდებით. ეხლა დაგიმშვიდობებით დროებით, მიყვარხართ ყველა.